ივანიშვილის სამართლის ფონზე კი საზოგადოება ცდილობს გაარკვიოს, გახდა თუ არა 46 წლის პატიმარი ციხეში სასტიკი ძალადობის მსხვერპლი. იოსებ გორგაძე რამდენიმე თვიანი კომის შემდგომ გარდაიცვალა კლინიკა ვივამედში, სადაც გლდანის ციხიდან ჯერ კიდევ იანვარში გადაიყვანეს მძიმე დაზიანებებით. სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი და 30-მდე მოტეხილობა ჰქონდა დაახლოებით, ასევე ჰქონდა ტვინის შეშუპება. თუმცა გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო. პენიტენციური სამსახური დუმდა, განცხადება დღეს გაავრცელა და უარყო პატიმარზე ძალადობა. მედია საშუალებებს საინტერესო იყო ეს დეტალიც ადამიანის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებდა. სახალხო დამცველმა შეისწავლა, როგორც გავიგეთ, ვიდეო ჩანაწერები, მაგრამ ვიცით, რომ ვიდეო გადაღება არ მიმდინარეობდა საკნის შიგნით. რა ვიცით ამ დროისთვის? ლონდა თოლორაია, კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორია, ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, კანტოლონდა. თქვენ რა ინფორმაციაც გვაქვს ამ დროისთვის და ინფორმაცია დაგვიანებით მოდის, ბევრი კითხვის და რამდენიმე თვიანი დაგვიანების შემდგომ, ხომ? ფაქტობრივად იანვარშია ეს კაცი გადაყვანილი კლინიკაში. რა შთაბეჭდილება გრჩებათ, რისი თქმა შეგიძლიათ ამ ეტაპზე, რა მოხდა თქვენი ინფორმაციით? პირველი სამწუხაროდ დაზუსტებით ჩვენ არაფრის თქმა არ შეგვიძლია. სამწუხაროდ ჩვენ ვართ რეალობაში, როდესაც არც ერთი უწყების მიერ გავრცელებული განცხადების რეალობა, როგორც მოცემული რეალობა არ შეიძლება მივიღოთ, იმიტომ რომ ნდობა ჩამოშლილია აბსოლუტურად ყველა უწყების მიმართ. პლუს ამას განცხადებები, რომლებიც გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა, შემდგომ სახალხო დამცველმაც ასევე აჩენს იმაზე უფრო მეტ კითხვას, ვიდრე მაგალითად მე ამ განცხადებების გავრცელებამდე შეიძლება მქონოდა. მაგალითად, პირველი დავიწყოთ იმითი, თავის დროზე რატო დაიწყო ამ ფაქტზე გამოძიება თავად იუსტიციის სამინისტრომ და რატომ არ დაიწყო ამ ფაქტზე გამოძიება. გამოძიების დაწყება რას ნიშნავს? ხო, ანუ რაღაცა ეჭვები დანაშაულთან დაკავშირებით არსებობდა. თუ ესეთი ეჭვები საერთოდ არ იყო, მაშინ გამოძიებას იუსტიციის სამინისტროც არ დაიწყებდა. რადგან ასეთი ეჭვები არსებობდა მის დაზიანებებთან დაკავშირებით და ეს დაზიანებები იყო საკმაოდ მრავლობითი, ამაზე გამოძიება უნდა დაეწყო არა თავად იმ სისტემას, სადაც შესაძლოა დანაშაულს ჰქონდა ადგილი, არამედ უნდა დაეწყო სპეციალურ დამოუკიდებელ ორგანოს წესით, რომ გქონდეს ასეთი. კი ბატონო, რატომ არის მნიშვნელოვანი სწორმა სამსახურმა დაიწყოს გამოძიება? ხო, პირველი, რატომ უნდა გამოიძიოს სხვა? იმიტომ რომ ეს არის სისტემაში მომხდარი დარღვევა, თუ ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნამდვილად ასე იყო და არ შეიძლება იმავე სისტემას მიანდო ამ ფაქტის გამოძიება. ნუ სხვა ამბავია ახლა ამას სპეციალური საგამოძიებო სამსახური როგორ გამოიძიებს და ჩვენ ნახეთ ამ სამსახურის რეაგირებები, მაგრამ ადრესატები უნდა განსაზღვროთ სწორად და პრეტენზიებიც უნდა წავუყენოთ ჩვენ სწორ უწყებას. რატომ არის მნიშვნელოვანი დროულად გამოძიების დაწყება და სწორმა უწყებამ დაიწყოს გამოძიება? იმიტომ რომ მტკიცებულებების მოპოვება იყო შესაძლებელი. მე მიმუშავია სახელმწიფო მოხელეთა მიერ ჩადინულ დანაშაულებზე და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არა თუ 3 თვის შემდეგ, აი 1 საათით თუ გაგვიანდებოდა შემთხვევის ადგილზე, იქ არც ჩანაწერები გვხვდებოდა, მოწმეები უკვე დამუშავებული გვხვდებიან, ამიტომ რა თქმა უნდა სწრაფ რეაგირებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ ის რომ ამდენი დაზიანებები იყო, ის რომ არარელევანტურმა საგამოძიებო უწყებამ დაიწყო გამოძიება, ის რომ ოჯახმა ამის შესახებ გაიგო, როგორც ვიგებთ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, მისი სამეცნიერო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ დაგვიანებით და არა დაუყოვნებლივ, ის რომ დაზიანებები არის იმდენი, რაც გავრცელდა საჯაროდ, ხო, ყველა ადამიანში გააჩენს კითხვის ნიშნებს, ხო, თუნდაც ეს ადამიანი მართლაც დაცემულიყო, ცუდად გახდომის შედეგად, როგორ შეიძლება და ამდენი მოტეხილობა, სახის დალეწილი ადამიანს მიეღო. აი ამიტომ იყო საჭირო დროულად ამაზე გამოძიების დაწყება და როდესაც ამას არ აკეთებს სახელმწიფო, ან აკეთებს არასათანადოდ, ან რაღაც ინფორმაციას მაალავს და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ეს კითხვის ნიშნების შემდეგ მძაფრდება, რომ ყველაფერი არ არის ისე, როგორც ჩვენ ამას გვეუბნება იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური. რაც შეეხება სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციას, რომ შევისწავლეთ ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ საკანში არ არის. მე ვერაფერი ვერ გავიგეთ, გასაგებია რომ საკანში არ არის, მაგრამ ასევე ამბობს, რომ თანამესაკნეებთანაც იყო გასაუბრება. ხო, ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენ სახალხო დამცველისაგან მოგვესმინა
რას ამბობს თანამესაკნე? იმიტომ რომ არსებობს ინფორმაცია, რომ დავაწიოთ მაყურებელი, რომ თანამესაკნე მოიძია მის პირად ნივთებში, ამ ადამიანის პირად ნივთებში ადვოკატის ნომერი და მას აცნობა, რომ ერთი კვირის წინ გაიყვანეს და არ დაბრუნებულა. ასევე ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემთვის მომესმინა სახალხო დამცველის აზრი, რატომ თავიდანვე რელევანტურმა საგამოძიებო უწყებამ არ დაიწყო გამოძიება და როგორი ამაზე სახალხო დამცველის მოსაზრება. თუმცა მე ამას თქვენი კითხვების პასუხად უნდა აკეთებდა სახალხო დამცველი თუ იმდენად ცხადი უნდა იყოს მისი განცხადება ასეთ სენსიტიურად მნიშვნელოვან საკითხზე, რომ ამ კითხვებს აღარ ტოვებდეს. ხო, წესით ამ კითხვებს აღარ უნდა ტოვდეს. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სრულყოფილი ინფორმაცია შეიძლება საზოგადოებას არ მიაწოდოს სახელმწიფო ორგანომ, არის ისევ გამოძიების ინტერესი. თუ ამითი რაიმე შეიძლება დაზიანდეს, ერთადერთი ეს იქნებოდა ჩემთვის გამართლება, თუმცა ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს ზოგადად, როგორ კრიტიკულ ბრჭყალებში განცხადებებსაც აკეთებს სახალხო დამცველი, როგორ განცხადებებსაც აკეთებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და უწყებების მხრიდან რაიმე შეცდომის აღიარებაზე, თუნდაც იმის თქმა, რომ კი ბატონო ამაზე თავიდანვე ჯობდა, რომ სხვას დაეწყო გამოძიება და არა იმავე სისტემას, მე ყოველ შემთხვევაში ბოლო რამდენიმე წელია უკვე აღარ. ქალბატონო, ყოველგვარი ინსინუაციების გარეშე და ძალიან აღმაშფოთებელი იყო პენტენციურის განცხადება, მითითება იქ მედია საშუალებები, რომ რაღაცას იყენებენ თითქოს. საჯარო, მაღალი საჯარო ინტერესის საკითხია, ადამიანი იყო დაპატიმრებული, 4 კედელში გამომწყდეული, მასზე პასუხისმგებლობა ევალება ამ დროს სახელმწიფოს, ევალება პენტენციურ უწყებას. ამ დახურულ 4 კედელში ადამიანი თუ იღებს ამდენ დაზიანებას, დალეწილი აქვს სახის ძვლები, აქვს ძალიან ბევრი დაზიანება. გადაყავთ კლინიკაში და ამის შესახებ ვერ იგებს ახლობელი, აქ მინდა ვიკითხო ზუსტად რა ტიპის სახელმწიფოა ის, სადაც პატიმარს აი ასეთ ვითარებაში, აი ეს ყველაფერი ემართება, ვერ იგებს ახლობელი, მე კი მიჩნდება ანალოგია, მაგრამ მაინც თქვენ მინდა გითხოთ და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდგომ ერთი რაღაც საჯარო განცხადება. პირველ რიგში თავად პენიტენციური სამსახურის ინტერესში უნდა იყოს, რომ საზოგადოების ყველა კითხვა, რომელიც დღეს არის საზოგადოებაში, ყველა კითხვას ობიექტური პასუხი გაეცეს. არა მხოლოდ ამ ოჯახისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვიზიარებ წუხარებას, მაგრამ ყველა იმ ოჯახისთვის, ვისი შვილიც, ახლობელიც, ოჯახის წევრიც და ასე შემდეგ დღეს იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. მათ აქვს საფრთხე, რომ შვილი შეიძლება მოუკლან ციხეში, ასე გამოდის. ოჯახის წევრებში იწვევს განცდა შიშს, რომ აი ხომარელის რამე საფრთხე, მართლა ხომარ ცემეს, მართლა რამდენად უსაფრთხოდ არიან ის ადამიანები პენიტენციურ დაწესებულებაში, ამიტომ კითხვებს რა თქმა უნდა მედია დასვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირველ რიგში მათ ინტერესში უნდა იყოს, რომ ნებისმიერი კრიტიკული კითხვა, რომელიც გაჩნდება და ცხადია გაჩნდება, როდესაც სახელმწიფო კონტროლის ქვეშ ადამიანი იღუპება, იქ აუცილებლად გაჩნდება და ეს რა ვიცი, ყველა ნორმალურ ქვეყანაში ესე ხდება, სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი, რომ ეს არ არის მისი ბრალი. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს მოვალეობა, რომ ამ კითხვებზე პასუხები გასცეს. ამიტომ ეს ნარატივი და ზოგადად უწყებები ამ ბოლო დროს როგორც ლაპარაკობენ თავი. რა უნდა ექნა მედია, საერთოდ არ უნდა შეემჩნია ფაქტი, რომ ადამიანი ციხეში გახდა ასეთი მსხვერპლი დაზიანებების, მერე იანვრის შემდეგ მოყოლებული თურმე ვივავეთში წევს, დღეს გარდაიცვალა და პატიმარმა უნდა შეატყობინოს ეს თანამესაკნე მოჯახს, აი აქ ცხადია არა, პირველ რიგში ოჯახთან უნდა იყოს კომუნიკაცია, საზოგადოება უკვე ამის შემდეგ მეორე რიგში პლანზე დგას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ოჯახის ინტერესების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ოჯახთან კომუნიკაცია არ არის სწორი და ეს არის ეფექტიანი გამოძიების ერთ-ერთი მთავარი გამსაზღვრელი, რასაც მაგალითად ამოწმებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როდესაც იგი ამბობს ეფექტიანი იყო თუ არა გამოძიება, ერთ-ერთი რასაც ამოწმებს არის ზუსტად ეს, როგორი კომუნიკაცია ჰქონდა მსხვერპლის ოჯახთან სახელმწიფოს და აწვდიდა თუ არა მას ინფორმაცია. კი ბატონო და რომ განვაზოგადოთ ეს თემა, და რამდენად დახურული უწყება გახდა ყველა ის უწყება ამ რეჟიმის პირობებში, ძალიან არასწორია შეიძლება ახლა პარალელი, მაგრამ აი დაკავებულები სად გადაყავთ იმასაც ვერ ვიგან. ძალიან დაიხურა ეს სისტემა, არ დარჩა ობიექტური, შესაძლოა ეს ყველა დროში ასე იყო, რომ ნაკლებად ობიექტური იყო გამოძიება, როცა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ იყო ჩადენილი, მაგრამ რა გაუარესდა მემართულებით და ეს გამონაკლისი ფაქტია, რასაც ჩვენ ვიგებთ. პირველი დღეს რომ უწყებები არის
დახურული ისე როგორც არასდროს ეს არის ფაქტი. მე საჯარო უწყებაში ვმუშაობდი და მე ასეთი დახურული საჯარო უწყებები არ მახსოვს. აი დღეს არასამთავრობო სექტორში ვარ და ძალიან ხშირად ჩვენ მიმართავთ განცხადებებით მაგალითად სახელმწიფო უწყებებს, აი ძალიან უწყინარ ინფორმაციაზე ეს არ ეხება არც კონკრეტულ პირს, ეს არ არის რაღაც სენსიტიური ინფორმაცია და ასე შემდეგ, რომ უბრალოდ ციფრები მეტზე არ მაქვს პრეტენზია მოგვაწოდოს. სამწუხაროდ, ერთი ვარიანტია რომ მოგდის პასუხი, რომელიც საერთოდ ამ კითხვებთან შესაბამისი არ არის და მეორე უფრო ხშირი შემთხვევა ეს არის, როდესაც საერთოდ ინფორმაცია არ მოდის. სხვათა შორის აუცილებლად ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც მე ვიყავი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში და ჩვენ ვიძიებდით პენიტენციურ სამსახურში ჩადენილ დანაშაულებს, პენიტენციური დაწესებულება იყო ერთ-ერთი ის დაწესებულება, რომელიც ჩვენ ყოველთვის დროულად გვაწვდიდა მტკიცებულებებს. სხვა ამბავია ის გამოწვევები, რომელიც ზოგადად ახლავს დახურული ტიპის დაწესებულებებში ფაქტების გამოძიებას, მაგრამ ნამდვილად იყო ერთ-ერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც ამ სამსახურთან ეფექტიანად თანამშრომლობდა. მე არ მახსენდება შემთხვევა, საჯაროდ გავრცელებული იყოს ინფორმაცია და ამ სამსახურს გამოძიება არ დაეწყოს და ეს იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც თუ არ გააგებინა პენიტენციურმა სამსახურმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომ აი რაღაც მოხდა, ეს იყო შემთხვევა, რომელიც საჯაროდ იყო გავრცელებული. და რადგან საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არსებობდა, რომ აი აქ რაღაც ჯანსაღად არ იყო ყველაფერი, ამაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებული იყო გამოძიება დაეწყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რას დაადგენდა, როგორ დაადგენდა, რამდენად ხელს შეუწყობდა ამაში მას პენიტენციური სამსახური დღეს არსებულ მოცემულობაში. ეს სხვა ამბავია, მაგრამ როგორც განვითარდა ეს მოვლენები, ქრონოლოგიას რომ ვუყურებ, 2-4-4-ია, რომ ნება ამისი დამოუკიდებელი გამოძიების არ არსებობს. ქალბატონო, მე ხა მახსენდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის კადრები, მთრევის კადრები, ცნობილი, ძალიან ცუდი სანახავი. მე ამაზე რეაგირე, მე მახსოვს მაშინ თქვენ იყავით სახელმწიფო უწყებაში, სწორედ ინსპექტორის სამსახურს წარმოადგენდით, მახსოვს თქვენი განცხადებებიც. რატომ ვკითხულობ ამას? ყველაფერს აღრიცხავს ვიდეოზე, პენიტენციური უწყება, როგორც ჩანს, ხომ? შესაძლოა საკნის შიგნით არ იყო ვიდეო გადაღება, მაგრამ საკნიდან ხომ გამოიყვანეს ეს ადამიანი, ხომ? სადღაც ხომ გაატარეს, რა მდგომარეობაში გადაიყვანეს. ამის გამოქვეყნების ვალდებული, მიხეილ სააკაშვილის კადრები რომ გამოაქვეყნეს, აი, ამის გამოქვეყნების ვალდებულება თუ აქვს? ხო, ზოგადად ჩვენ ანუ ოჯახს თუ უნდა გადასცენ მინიმუმ, არ ვიცი პროცედურა როგორია. ხო, წესით ოჯახს რა თქმა უნდა მტკიცებულებები უნდა გადაეცეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ერთ-ერთი რითიც თავს იწონებს ზუსტად იმითი, რომ საქმის მასალებს იგი აჩვენებს მსხვერპლს, ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ. და თუ იგი ამ ფაქტზე გამოძიებას დაიწყებდა, ეს ვიდეო ჩანაწერები უნდა ეჩვენებინა. მე არ ვიცი იუსტიციის სამინისტროს როგორი პრაქტიკა აქვს. ხო, ერთი საკითხი არის ვიდეოკამერები ზოგადად რომელ საკნებშია დაყენებული, სად არის საჭირო და სად საკანში გადაღება არ არის აკრძალული? არ არის აკრძალული, ამას თავისი საფუძველი აქვს, როდესაც შესაძლოა არსებობდა საფრთხე, ჯანმრთელობის სიცოცხლის და ასე შემდეგ, თვითდაზიანებების რისკები და ასე შემდეგ. მათ შემთხვევაში შესაძლებელია, კი ბატონო. თუმცა ასევე არის არაერთი გადაწყვეტილება, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, როდესაც მაგალითად თქვა ამ სამსახურმა, რომ რომელიღაც კამერაში ვიდეო თვალთვალი არ იყო სწორი, ან იყო იმაზე დიდხანს ვიდრე უნდა ყოფილიყო, ჩანაწერები უფრო დიდხანს ინახებოდა და ასე შემდეგ, ანუ ისტორიულად სხვადასხვა წლებში ესეთი ტიპის გადაწყვეტილებები ყოფილა, ანუ იმისი თქმა მინდა, რომ ვიდეო თვალთვალი ყოველთვის სწორად პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხორციელდებოდა. თუმცა, როდესაც მითითებები მიდიოდა, რომ აი ეს გასასწორებელია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი იმ დროში იმოცემულობაში სწორდებოდა, ეხლა გარეთ ამ საკითხზე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. პენიტენციური სამსახური თვითონ აღსაჯაროვებდა ძალიან ხშირად, აი როდესაც გარეთ დაისმება კითხვა, რა პატიმრმა ჩვენ მქონდა არაერთ შემთხვევა, როდესაც მოუმართავს მაგალითად პატიმრის ოჯახის წევრს და უთქვამს, რომ აი შევხვდი პაემანზე, დაზიანებები აღენიშნებოდა და აი გამიჩნდა, რომ იგი არის ნაცემი. ამის საპასუხოდ გამოუქვეყნებია ხოლმე პენიტენციურ სამსახურს ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომ კი არ ცემეს, თვით დაზიანებები მიიყენა, ან კი არ ცემეს, ნამდვილად დაეცა და ასე შემდეგ. ანუ პენიტენციურ სამსახურს ამისი პრაქტიკა აქვს. შესაბამისად, თუ მისი ნება და თუ მას
აქვს რაიმე მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება იმ ვერსიის გამყარება, რომელსაც იგი გვაწუდის როგორც ობიექტურ რეალობას, რა თქმა უნდა, მაღალი საჯარო ინტერესის პირობებში, ამისი გასაჯაროება არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და მე ვფიქრობ, მაღალი საჯარო ინტერესის პირობებში ეს უნდა გაკეთდეს. თუ ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელს არ უშლის გამოძიების ინტერესები. და სულ ბოლოს ვიკითხავ ციხე ზოგადად რას ამბობს ქვეყნის შეფასების კრიტერიუმებში და აი ეს ფაქტი თუნდაც როგორ ჩაიწერება. ხო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაიმე სისტემატურ ძალადობაზე ყოველ შემთხვევაში მე ინფორმაცია არ მაქვს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში რაღაც სისტემური ძალადობები მიმდინარეობდეს. ქონდა ჩვენ ერთეული შემთხვევები, როდესაც პატიმრები მოგმართავდნენ ან დაწესებულების თანამშრომლის მხრიდან ძალადობაზე, ან პრობლემა ასევე, როდესაც პატიმრებს შორის ხდება დაპირისპირება და ამას უწყობს თუ არა ხელს მაგალითად თავად პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ან მოწყობილია თუ არა მენეჯმენტი ისე, რომ ამისი პრევენცია მოხდეს. ასეთი ერთეული შემთხვევები ნამდვილად ყოფილა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვერ ვიქნები არაობიექტური სისტემური ხასიათი ამას ნამდვილად არის. ხო, მეორე ამბავია კიდევ რამდენად ვიგებთ ჩვენ ამ ბოლო დროს ყველაფერს, იმიტომ რომ 46 წლის პატიმარზეა საუბარი, მრავლობითი დაზიანებებით, ჩალეწილი სახისვლებით, კლინიკაში იანვრის შემდგომ დღეს გარდაიცვალა და ერთი განცხადება, ისიც რა თქმა უნდა, ყოველთვის დაისმება კითხვის ნიშნები, რამდენად ყველა ძალადობის შესახებ შეიძლება მიდიოდეს თუ არა გარეთ ვრცელდებოდეს ან შესაბამის საგამოძიებო ორგანოში ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ მქონია ესეთი შემთხვევებიც, როდესაც მაგალითად პატიმარს უთქვამს, რომ აი სხვა პატიმრები მომიგზავნეს იმისთვის, რომ არ მიმეწოდებინა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოსათვის. ესეთი შემთხვევები ალბათ პრაქტიკაში არსებობს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა მასშტაბთან გვაქვს საქმე, ამის თქმა მე ნამდვილად გამიჩნევს. კი ბატონო, დიდი მადლობა.